ამ ვიდეოში მოგიყვებით ძალიან მაგარ თერაპიულ მეთოდზე, რომელსაც შეუძლია მსგავსი პაციენტები, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, ტრემორი აქვთ და მაგალითად პარკინსონით დაავადებულები არიან. ფაქტობრივად, მაშინვე გარდაქმნად დაუბრუნონ ესეთ ადამიანებს ის ყოველდღიური ფუნქციურობა, რაც ყოველდღიური ცხოვრების ხარისხისთვის არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი. დააკვირდით ამ ადამიანს, როგორ გადაადგილდება ის იმ ვიდეოს შემდეგ და მიხვდებით განსხვავებას. ამ პროცედურას ჰქვია ტვინის ღრმა სტიმულაცია, რომლის დროსაც სპეციალური ელექტროდები თავსდებიან თავის ტვინის განსაკუთრებულ რეგიონში, რომელსაც ქირურგი თავიდან ინსტრუმენტული კვლევებით დაადგენს და მაპინგის საშუალებით განსაზღვრავს. აი როგორც ხედავთ, ამ MRI და კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევით ხდება ეს მაპინგი, ანუ განსაზღვრა იმის, სად უნდა მოხდეს ამ ელექტროდების უშუალოდ ინსერცია. ამ ქირურგიული ჩარევის შემდეგ ეს ელექტროდები უკავშირდებიან გულმკერდის წინა ნაწილში განლაგებულ ნეიროსტიმულატორს, რომელიც წინასწარ დაპროგრამებული სიხშირით და სიძლიერით გზავნის სპეციალურ იმპულსებს ამ ელექტროდებში. ამის შედეგად მაგალითად მოდულაციას უკეთებს პათოლოგიურ ნერვულ იმპულსებს, ზედმეტად აქტიური ნეირონების ინჰიბიციას ახდენს და იღებს წარმოუდგენელ შედეგს.